გამარჯობა ძვირფას საზოგადოება. დღეს ვისაუბროთ ინტერნეტზე, სოციალურ ქსელებზე და მათ გავლენაზე ჩვენს სულიერ ცხოვრებაზე, ზოგადად მართლმადიდებელი ადამიანის სულიერ ცხოვრებაზე და ჩვენ ვიცით, რომ მრავალი ნაშრომი არსებობს ამ მიმართულებით, მრავალი მკვლევარია, რომელიც საკმაოდ ნეგატიურად აფასებს ინტერნეტის და სოციალურ ქსელების გავლენას ზოგადად სულიერ ცხოვრებაზე. ჩვენ ასევე ვიცით მრავალი ნაშრომის სხვადასხვა ავტორების, რომლებიც ჯანმრთელობის კუთხით, ფსიქოლოგიური და ფსიქიატრიული კუთხითაც განიხილავენ ამ საკითხებს და სერიოზულ კვლევებს დებენ. ჩვენ მივაქციოთ ყურადღება ზოგადად სულიერ ცხოვრების მიმართ რა დამოკიდებულება შეიძლება შეიქმნას და სწორედ აქ არის დიდი პრობლემები. ზოგადად დამოკიდებულება ნებისმიერი რამისადმი არის პრობლემა, როგორც ალკოჰოლიზმზე დამოკიდებულება, ნარკოტიკებზე დამოკიდებულება, თამაშმოყვარეობაზე დამოკიდებულება, იგივე მსგავსი დამოკიდებულება არის ეს ინტერნეტზე, სოციალურ ქსელზე დამოკიდებულება. ჩვენ პირდაპირ ხედავთ, რომ ადამიანებს ჩვენც არა ვართ გამონაკლისი, როდესაც ძალიან გიჭირს ამ სოციალურ ქსელის გარეშე ურთიერთობა, ვეღარ ძლევთ თითქოს მის გარეშე გსურს მასთან დაბრუნება, ყურადღებას გეფანტება, მუდმივად გსურს რაღაცა შეამოწმო და ეს დამოკიდებულება ბუნებრივია ხდის ერთგვარ მონად, ხო? მონად სწორი გაგებით იმ თვალსაზრისით, რომ ის რისგანაც ძლეული ხარ, მისი მონა ხარ, ხო? ამიტომ თუ გძლია ამ ბუნებამ, თუ გძლია ამ გარემოებამ, რასაც ქვია ეს სოციალური ქსელები, ინტერნეტი, ჩვენ მანამდე ასევე ვისაუბრეთ ხელოვნურ ინტელექტზე, ეს ყველაფერი ბუნებრივია ნეგატიურად მოქმედებს, ხო? ეხლა ერთ-ერთი მკვლევარი საკმაოდ ისეთი სწორად განსაზღვრავს ორ ძირითად მიზეზს, რაც იზიდავს ადამიანს და ხდის დამოკიდებულს სოციალურ ქსელებზე. ერთ-ერთი პირველი მიზეზი გახლავთ ის, რომ თვითონ ეს ინფორმაცია სოციალურ ქსელებში, რომელსაც ვანთავსებთ ჩვენ ან განთავსების დროს აღვიძებს იმ რეცეპტორებს, სიამოვნების რეცეპტორებს ტვინში, რომელიც გსურს, რომ კიდევ და კიდევ მრავალჯერ გამიორდეს. ანუ როდესაც ჩვენ ვდებ რაღაცა სურათს, ვიდეოს ან ღებულობ კომენტარს დადებით, ჩვენ ეს სიამოვნებს და გსურს, რომ ეს ხშირად მოხდეს, ხო? სულიერ კუთხით ამას ბუნებრივია პატივმოყვარეობა ეწოდება, იგივე ამბარდაუნებებიც მოქმედებს ამ სიტუაციაში, როდესაც ჩვენ სიამოვნებს ეს მიიღო ეს ინფორმაცია, ამით ტკბები და ეს გარკვეულ ცდომილ მდგომარეობაში გაყენებს სულიერი თვალსაზრისით. ესე განიხილავენ წმინდა მამები ამ პრობლემას და ბუნებრივია, რომ ეს ასეც არის. მეორე მიზეზი, ეს ერთ-ერთი პირველი მიზეზი, ანუ სიამოვნებს შენ ეს ლაიკები, გულები, კომენტარები, შენ გსურს, რომ ეს გამიორდეს და ადამიანი ყოველთვის ცდილობს, რომ რაღაც დახვეწოს, კარგი სურათი დადოს, კარგი სტორი დადოს, რაღაცა და ეს ამისგან იკვებებოდეს და ამას უკვე ვეღარ ცილდება, ხშირად ამოწმებს, აბა ვინ მოიწონა, რამდენმა ადამიანმა მოიწონა და ასე შემდეგ და ვერ ცილდება. ეს ერთ-ერთი მიდრეკილი, ერთ-ერთი პირველი მიზეზია. როგორც თქვით, სულიერ თვალსაზრისით უკვე პრობლემაა. მეორე მიზეზი თვითონ ინფორმაციის თავისებურებაში, ანუ მიღების თავისებურებაში, რა იგულისხმება აქ? თვითონ სპონტანური ინფორმაციული მიღების წყაროები. ზოგადად სოციალური ქსელები არის მოკლე ინფორმაციებზე გათვლილი, ანუ კითხულობს ადამიანი მოკლე ინფორმაციას ან მოკლე ვიდეოს, ეს თავდება იწყება მეორე, შეიძლება ამ დროს რამოდენიმე ეგრეთ წოდებული აკაუნტი კონდეს ადამიანს და რამოდენიმე სოციალურ ქსელს ამოწმებდეს ერთდროულად, ანუ ეს ინფორმაციული წყარო იმდენად სწრაფად ვითარდება, იმდენად სწრაფად იცვლება, სწრაფი სპონტანური ნაგლეჯებით მოდის ეს ინფორმაციები, რომ ამას ადამიანი ეჩვევა და ძალიან მოსწონს, იმიტომ რომ უმოკლეს დროში ღებულობს სხვადასხვა სახის ინფორმაციას, რაც მას ასევე სიამოვნებს ადამიანს. აქაც პრობლემები ჩნდება სულიერ თვალსაზრისით და ეს პრობლემები გამოიხატება პირველ ყოვლისა იმისა, რომ აქ სრულიად ეს მეორე მიზეზი დამოკიდებულებისა, სრულიად ცვლის ადამიანის დამოკიდებულებას სიღრმისეული აზროვნებისადმი. ადამიანს, რომელიც შეეჩვია ასეთი მოკლე ინფორმაციები და გადმოსვლას მუდმივ ცვალებადობას, უკვე უნარი აღარ აქვს დიდხანს შეჭერდეს ერთ აზრზე და განავითაროს ეს აზრი
ჩაუხრმავდეს ამ აზრს და შესაბამისად ან ლოგიკური დასკვნა გამოიტანო რაღაცა ზოგადად რაციონალისტური აზროვნებაც კი ეკარგება ადამიანს და ჩვენ ამას უკვე ვხედავთ საზოგადოებაში მე პირადად არაერთგზის შემოხვედრი ადამიანები რომელთანაც იწყებს საუბარს ის გადადის ერთი თემიდან მუდმივად იცვლება ეს თემები იმიტომ რომ მისი აზროვნება უკვე შეჩვეულია იმას რომ ის მუდმივად ცვლის ტექსტს მუდმივად ცვლის რადგანაც ეს სპონტანიზმი ეგრეთ წოდებული რომ დავარქვათ ეს სპონტანური წყობა აზრებისა მას უკვე ჩამჯდარი აქვს და მას აღარ შეუძლია დიდხანს ილაპარაკოს ერთი თემის შესახებ და სწორედ ამიტომაც ადამიანები უკვე სულიერ თვალსაზრისით რადგან ჩვენ სულიერებას ვლაპარაკობთ აღარ შეუძლია ადამიანს წაკითხვა ძელი თემების კი არა ერთი გვერდის წაკითხვა უჭირს რო ჩავიდეს ბოლომდე და უკვე ძალიან იშვიათია ადამიანს მაგალითად ვინმე ივანე ოქროპირის ტომი რომელიმე დაამთავროს ბოლომდე წაიკითხოს ან სხვა რომელიმე წმინდანის ფაქტობრივად უკვე შეუძლებელ კატეგორიებში შედის და ძალიან იშვიათ კატეგორიებში და ვიცით რომ ეს ძალიან რთულია. ძალიან რთული გახდა ადამიანებისთვის. რატომ? სწორედ იმიტომ რომ ერთ-ერთი მთავარი მიზეზი და პრობლემა ამისა გახლავთ ის რომ ადამიანს უბრალოდ აღარ შეუძლია ის კონცენტრირება დიდხანს ერთ თემაზე იმსჯელოს იკითხოს ამისგან აღარ ღებულობს იმ დადებით მუხts იმ სიამოვნებას რომელიც ახლდა ყოველთვის გარკვეული სწორი გაგებით ეს სიამოვნება, კითხვის სიამოვნება, რომელიც გაგაჩნია სულიერ ლიტერატურის კითხვის დროს, ეს უკვე გაქრა და შესაბამისად, რადგანაც ეს გაქრა, ადამიანი ეძებს უკვე ალტერნატივას. ალტერნატიული სწორედ ეს არის ის, რასაც სოციალური ქსელი გვთავაზობს და ამიტომ ჩვენ ვეღარ შორდება ადამიანი და აღარ იცის რა იყოს, უკვე ამაში ბოლომდე ჩართული. ეხლა ეს რაც შეეხება კითხვას, რომელიც არის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი სულიერ ცხოვრებისა. ჩვენ ვიცით რომ ამაზე თუ არ კითხულობ სულიერ ცხოვრებაზე შესახებ წმინდა მამის არ კითხულობ ეს სულიერ ცხოვრება არ ვითარდება ხო ჩვენ სულ თამაშობდა სულ გართობაში იყო და სპონტანური ინფორმაციის წყაროებში იყო ეს ბუნებრივია არ არის ნორმალური მდგომარეობა სულიერ მდგომარეობა და ნორმალური კი არა აღსარების საგანიც არის დროის კარგვის და სანახაობის კუთხით მეორე ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემა ასევე გახლავთ თვითონ ლოცვის როგორც ლოცვის ხელის შემშლელი ფაქტორი იგივე შეიძლება ითქვას თუ ზოგადად ლიტერატურის კითხვა სულიერი ლიტერატურის კითხვა გვიჭირს სწორედ ამ მიზეზის გამო იგივე შეიძლება ითქვას ლოცვაზეც ლოცვაც უჭირს ადამიანს იმიტომ რომ ეს 10-15 წუთიც კი ლოცვა ძალიან გართულებულია ადამიანს მუდმივად გაურბის გონება ტელეფონისკენ მას მუდმივად ეჩვენება რაღაცა მნიშვნელოვანი მესიჯი მიიღო ან რაღაცა თვალი გაურბის და ფაქტობრივად ეს ყურადღება რომელიც უნდა იყოს ლოცვის დღეზე ეს არის ლოცვა ყურადღების გარეშე რაღა ლოცვა გამოდის პირველი ერთ-ერთი მთავრესი ხელის შემშლელი ფაქტორია და ესეც უკვე დღეს ძალიან გამოჩნდა მით უფრო რომ მე პირადად ახლა სულ უფრო ხშირად ვხედავ ადამიანებს ეკლესიაში თვითონ წირვა ლოცვაზე რომლებიც აი სკროლავენ ეგრეთ წოდებული სკროლვა თვითონ მსახურების დროს ეს თითქოს გარკვეული ნორმაც კი გახდა იმიტომ რომ ადამიანი უბრალოდ ვერ ძლებს 1 საათი ან 2 საათი წირვა ლოცვის დროს იყოს რომ ტელეფონის გარეშე ეს უკვე ამდენად გართულდა ეს მდგომარეობა და ნამდვილად საგანგაშოა ამ კუთხით, იმიტომ რომ ეს ღებულობს ნორმის სახეს, ეგრეთ წოდებული ნორმა გახდა, ეს ჩვეულებრივი ამბავი ხდება უკვე ყურადღების გადატანა და ბუნებრივია ხარ აღარ არის ადამიანი ღვთის წინაშე თუ მისი მთლიანი შეგნება, სული, გული და გონება არის ტელეფონისკენ მიმართული და რა ინფორმაცია მიიღოს და მოკლედ ეს ინფორმაციული სპონტანური ინფორმაცია იმდენად ვნება, იმდენად ძლიერი ვნება გახდა, იმდენად დამოკიდებული ადამიანი ყოველთვის ცდილობს ეძებოს რაღაცა ახალი, ხო? ბუნებრივია სულიერ ცხოვრებაში, სულიერ წიგნებში მაგას ვერ მონახავს. ახლა იქ თემა რომ მოდის, იქ ვითარდება სიღრმისეულად ერთი თემა და ამას მიყვები, ლოცვაში მიყვები, ლოცულობ და იქ ყველაფერი გასაგებია, იქ ხო არ იცვლება რა, ერთი და იგივე ლოცვები ფაქტობრივად და ადამიანს ადამიანის გონება კი ამას ეწინააღმდეგება, რადგანაც უკვე ჩამოუყალიბდა ეს სპონტანური აზროვნების სტილი და ეს უკვე ძალიან დიდი პრობლემაა. დიდი პრობლემაა ასევე სოციალურ ქსელში ზოგადად ურთიერთობა არის გავრცელებული ინფორმაცია, რომ რაღაცა აუცილებელია თითქოს
აი მისიონერული მუშაობა სოციალურ ქსელში, ну ეს არ არის აუცილებელი თუ ადამიანს არ აქვს ეს ამის კურთხევა, ამის მონაცემები, რესურსი შეუძლია სხვა რამით დაკავდეს და საერთოდ არ არის აუცილებელი და განავითაროს ეს თავისი აზრები სოციალურ ქსელში და ჩვენ ხედავთ დიდ პრობლემას იმაში ხედავთ თუ ადრე გარკვეული თავშეკავება იყო იგივე რაღაცა თემა რო დაიდებოდა მის კომენტარებში ან იგივე ფორუმებზე უფრო მეტნაკლებად კომპეტენტური აზრები თუ იყო რაღაცა ციტატები მოდიოდა მეტნაკლებად ლოგიკური და რიტორიკა იყო ასევე მეტნაკლებად მისაღები დღეს ეს რაღაცა საზეწღარ ფაზაში გადავიდა შეიძლება პირდაპირ ასე ითქვას იმიტომ რომ სოციალურ ქსელში ადამიანი შემოდის რელიგიურ თემატიკაზე, როდესაც მიდის საუბარი, შეიძლება უკვე სრულიად არარელიგიური ადამიანი, მაგრამ თვლიდეს საკუთარ თავს უკვე ცოდნეთ და შეუძლია ნებისმიერი თემაზე ისაუბროს, როგორც ასე ვთქვათ, კომპეტენტურმა პირმა და იწყებს იქ რაღაცეების საუბარს და შემდეგ კიდე მოუწოდებს თავის მეგობრებს, რომ აქ თავისი რაღაც აზრები ჩადონ და სინამდვილეში ის აზრი, რომელიც იყო საწყისში ჩადებული, ვთქვათ, რომელიც ემსახურება სწორი მართლმადიდებლური იდეის განვითარებას, აქ ამ კომენტარების გამო და სხვადასხვა არასწორი და მცდარი და არც თუ იშვიათად ერეტიკული ინფორმაციის და სულისკვეთების გამო პირიქით მავნე გავლენას ახდენს ეს ადამიანებზე, იმიტომ რომ ადამიანები რომლებიც ამას კითხულობენ, საფუძველი რომელთაც არ გააჩნიათ საფუძვლების სულიერი საფუძველი, ცოდნა არ გააჩნიათ, ბუნებრივია ამისგან ავადდებიან და არ ვიცი რა შეიძლება ურჩიოთ ამ შემთხვევაში, მე პირადად ისეთ დასკვნამდე მივედი, თუ ისეთი კომენტარია, რომელიც არ არის ძალიან მავნე საზოგადოებისთვის შეიძლება დარჩეს, მაგრამ არ უნდა უპასუხო უბრალოდ და რადგანაც როგორც კი უპასუხობ, შედიხარ ეგრევე სხვადასხვა ის არ ჩერდება ეს პროცესი, კომენტარების მთელი წყება მოდის, ამიტომ ეს რომ არ მოხდეს, ჯობია იმ დონეზე დარჩეს როგორც არის და თუ კი ის კომენტარი პირდაპირ შეიცავს არაქრისტიანულ, არამართლმადიდებლურ სწავლებას, ან კიდევ უფრო უხამსი ან რაღაც უზრდელურია, იქ სოციალური ქსელი გთავაზობს ისეთ ფუნქციებს, როგორც არის hide, delete, ან წაშლა და unfollow და ასე შემდეგ. ანუ ჯობია ეს ადამიანები მოაშორო, დამალო ეს კომენტარები ან წაშალო ეს კომენტარები, რომ სხვა ადამიანი აღარ დაზიანდეს, რადგანაც იქ პირდაპირ შეტევა ხდება მართლმადიდებლობაზე და ამ თვალსაზრისით უცოდინარი ადამიანისთვის ესეც ჯდება არასწორი ინფორმაცია და ნაცვლად იმისა, რომ ჩვენ მივიღოთ სარგებელი, ადამიანი ღებულობს ზიანს და ანუ იმ მიზანს ვეღარ ასრულებს, რაც იყო თავიდან ჩადებული, ხო? ესეც ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემაა და ესეც ნამდვილად გასათვალისწინებელია. ზოგადად სოციალური ქსელები და ეს ურთიერთობა არის ძალიან ვირტუალური სამყარო. ეს არ არის რეალისტური სამყარო და ის კი არა, როდესაც საუბრობ ადამიანებთან, უახლოეს ადამიანებთანაც კი ტელეფონის ან მეშვეობით, ადამიანი არის ხორცი და სული, რომელიც მის ირგვლივ ტრიალებს და სულიერი საუბარი, როდესაც გინდა ადამიანთან, ხო? ჩვენ ვისაც კი გამოუცდია ეს ასე ვთქვათ, ძალიან თბილი სულიერი საუბარი, გვერდში მყოფ ადამიანთან რომ მოხდა ეს საუბარი, იმას ვერ შეედრება ეს ვირტუალური საუბარი. ის თითქოს მალე გავიწყდება, თითქოს ემოციის გარეშეა, თითქოს აი სხვა ფერშია, სრულიად სხვა ფერებშია დახატული. ასე თითქოს სული გამოცლილია ამ საუბარს, იმიტომ რომ ვირტუალურ სამყაროს სწორედ ეს გარემოება აქვს რა, ის ვირტუალურია, ის შორია, ის თითქოს ადამიანი ახლოს არის თითქოს ადამიანს ესაუბრები, მაგრამ სინამდვილეში ადამიანებს კარგავ და სწორედ ეს გარემოებაც შეინიშნება დღევანდელ დროს. სურვილი ადამიანებს აღარ აქვს ურთიერთობის, იმიტომ რომ ეს ვირტუალური სამყარო აძლევს ამ ყალბ განცდას სინამდვილეში და ეს ყალბი განცდა, აი ეგრეთ წოდებული ურთიერთობის ყალბი განცდა დიდხანს ვეღარ ჩერდება ადამიანს, მისთვის სასიამოვნო აღარ არის და ის მერე ერიდება და თან იცის რომ როცა უნდა მას ისევ ისაუბრებს, როდესაც მოუნდება. ამიტომ თითქოს ეს თავის მნიშვნელობას კარგავს ეს რადგანაც ვირტუალურია ეს სამყარო და რომელშიც იმყოფება. თუმცა ეს ვირტუალური სამყარო ზოგისთვის შემდეგ რეალური ხდება.
ანუ ვირტუალური სამყაროს რეალობაში გადაყვანა ხდება და შემდეგ ამ რეალობაში უკვე გესაუბრება ვირტუალური ტერმინოლოგიით ადამიანი, ვირტუალური გაგებით, ვირტუალური სცენებით, ვირტუალური ცხოვრების წესით და ამ ცხოვრების წესის შემოთავაზება ხდება უკვე საზოგადოებაში, რაც ასევე სულიერ თვალსაზრისით ბუნებრივია, დამანგრეველია და თითოეულ ჩვენთაგანი უკვე ამას განვიცდით, განსაკუთრებით ახალგაზრდები, განსაკუთრებით პატარა ბავშვები, ჩემ შვილს ვთხოვე რომ ტელეფონი გადადოს და აი რა ვაკეთო მკითხა და მე უპასუხე რომ აი ამას თუ მოერევი უკვე საქმეა მეთქი რა. ანუ დღეს ეგრეა. თუ კი მოახერხებს ადამიანი ტელეფონს გადადებს და რამოდენიმე ხანი გაძლებს მის გარეშე ეს უკვე საქმეა. ამიტომ რა უნდა ვაკეთოთ? აი ეს უნდა ვაკეთოთ. მაქსიმალურად უნდა მოვერიდოთ. ბუნებრივია ხო თუ კი ადამიანს ხო კურთხევა გაქვს რაღაც საქმეებში ხარ ჩართული მართლმადიდებლური კურთხით რაღაცას დებ ეს გააკეთეთ და ერთხელ ეს ინფორმაცია და შემდეგ უნდა შევეცადოთ მაქსიმალურად რომ მინიმალურამდე დავეყვანოთ ამასთან ურთიერთობა და შესაბამისად სხვა გზა არ არსებობს, რადგანაც სულიერი ცხოვრება შეუთავსებელია ამ გარემოებასთან. არ შეიძლება ასეთ ვირტუალურ ამ სამყაროში იყო ასეთი ცხოვრებით ცხოვრობდე და ამავე დროს რაღაცა სულიერებას პრეტენზია ჰქონდეს ადამიანს. მე პირადად ეს ნამდვილად მიმაჩნია დიდ პრობლემად და ახსარების საგნათაც კი. ასევე სახე, სოციალურ ქსელში ჩვენ ვაკვირდებით სხვა რამეს. ადამიანი თავის პროფილი, რომელსაც ქმნის, თავის გვერდებზე ინფორმაციის გაზიარებით, რომელსაც ის აზიარებს, ეს ხდება მისი სახე და მე ხო პირადად ვაკვირდები ზოგიერთ ადამიანს იწყებს საუბარს მართლმადიდებლობაზე, რაღაც თავდადებული ქადაგებელი ვარ თითქოს და მაგრამ ამავე დროს მის გვერდზე რო შედიხარ, მის სახეს რო ნახულობ, ასე რომ ვთქვათ, იქ მართლმადიდებლობასთან კავშირი არ არის, ინფორმაცია, რომელსაც ის ავრცელებს და დებს მის სახეს, ასე რომ ვთქვათ, ეს სრულიად არაქრისტიანულია, ხო, შეუთავსებელია, ხო, გესაუბრებოდეს ვიღაცა ღვთისმეტყველებაზე და შემდეგ ღაბის ბარში იყოს ან ბოქსს უყურებდეს და გინდა ფეხბურთს და ლუდს სვავდეს და იქ რაღაცა სხვა გარემოებაში იმყოფებოდეს. ეს შეუთავსებელი თემებია. არ შეიძლება ადამიანი ყველაფერში იყოს ჩართული და ყველაფერს აქვს თავისი მშვენება, ასე რომ ვთქვათ. მართლმადიდებლობას აქვს თავისი მშვენება. მას ეს მორიდება ახასიათებს. თუ ადამიანი ცხოვრობს მართლმადიდებლურად, ეხლა მე კი არ ვლაპარაკობ ვიღაცის განკითხვით, ჩვენ ყველას გვეხება. ამიტომ ეს სახე, სოციალური ქსელი ამას ამჟღავნებს. და შენ შეიძლება რეალურად უკვე ჩანხარ ვინ ახავს რეალურად ამ საზოგადოებაში და ასევე ჩანხარ ბუნებრივია ვინ ხარ ადამიანი ღვთის წინაშე, რაც ყველაზე რეალისტური ეს არის შეხედულება, რომელიც არსებობს ჭეშმარიტი შეხედულება. ანუ ვინ ხარ შენ ადამიანო ღვთის წინაშე. ეს არის მთავარი. და ბოლოს ალბათ ყველაზე მთავარი სოციალური ქსელები ჩვენ გვართმევს დროს. დრო არის ყველაზე უძვირფასესი, რაც ღმერთმა მოგვანიჭა ჩვენ თითოეულ ჩვენთაგანს, მოგვანიჭა კეთილი საქმეებისთვის, ლოცვისთვის, საქმეებისთვის და ეს გამკეთილ საქმეების კეთებაში გვიშლის ხელს ზუსტად რა. ჩვენ თითქოს ვფარავთ მე ღმერთს დროს, იმ საჩუქარს ვფარავთ, რომელიც გაჩუქა. ჩვენ მას ამუჩად ვიგდებთ, ჩვენ არაფრად არ ვთვლით ამ დროს, რომელიც გადის და დრო, რომელიც არ დაბრუნდება და აქაც რასაკვირველია ეს პირდაპირ ცოდვის კატეგორიაში გადის, რადგანაც ადამიანი ამ დროს, რომელიც ღვთისგან არის უდიდესი საჩუქარი, რომელიც მოგცა ჩვენ სოფელში მოსამზადებელს მარადისობისთვის, ჩვენ კარგად ამაოდ და ესეც დიდი პრობლემაა სულიერი თვალსაზრისით. ეს არის ძირითადი რაც გვინდოდა გვეთქვა, ღმერთი შეგვეწიოს თითოეულ ჩვენთაგანს, მე ვიცი რომ ეს ძალიან რთულია, ვიცი ჩემ თავზეც რამდენად ეს რთულია, ვიცი ოჯახის წევრებზე და ყველას უსურვებდი რომ გაუკლავებოდით ღვთის შეწევნით ამ სერიოზულ ვნებას, რომელიც ერთ-ერთი ძირითადი სცენია დღევანდელი მართლმადიდებლობისთვის.